მოგესალმებით, მე ვარ ლიზი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ ვითარდება ტექნოლოგიები მსოფლიო მასშტაბით. როგორ ცვლის ეს ყველაფერი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოზე რა გავლენა აქვს ამ პროგრესს. მოგესალმებით, კრისტინე. პირველ რიგში მაინტერესებს შენი აზრით, რა ცვლილებები მოაქვს ამ პროგრესს ჩვენთვის და როგორ შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. მოგესალმებით, მადლობა დიდი მოწვევისთვის. დღეს ვისაუბრებ ჩემი პირადი გამოცდილებიდან და რა შეხებაც მქონია რაღაც ტექ განათლებასთან და რაღაც ინდუსტრიასთან. რაღაც მცირე გამოცდილება რაც მაქვს მაგაზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა ეს პროგრესი ჩემს ყოველდღიურობაში წაისახება როგორც ყველაფერში ალბათ. იმიტომ რომ რამდენიმე პანდემიის წინარე პერიოდს რომ შევადაროთ, ჩემი ცხოვრება ბევრად გაციფრულებულია, თითქმის ყველა ასპექტი არის რაღაც ტექნოლოგიებით მოცული და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. შეიძლება ვიღაც რაღაც უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ მე ძალიან მომწონს ჩემი ციფრული სამყარო და ყოველდღიურობა. გასაგები. რა მდგომარეობაა საქართველოში ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განათლებისა და ახალგაზრდების ცნობიერების კუთხით? ხო, ეს ცოტა ესეთი საკითხია, გააჩნია ალბათ სად ეძება ამ ტექ განათლებას, შეიძლება თბილისში უფრო მაღალი არის ტენდენცია ტექ განათლების, მაგრამ რეგიონებში შეიძლება უფრო მცირე და რაღაც ინფორმაციის ნაკლებობა არის. მოკლედ მე შევხვედრი ვარ ადამიანებს, რომელიც ძალიან გარკვეულები არიან ტექ სფეროში, ეს რაღაც ბავშვობიდანვე ჩართულები არიან, ასევე შევხვედრი ვარ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა უკვე სტუდენტები არიან და იმ რაღაც საბაზისო ტექ განათლებას არ ფლობენ, ან ვერ ფლობენ განათლების სისტემიდან გამომდინარე, რაც მათ ძალიან აბრკოლებს და ეს ვფიქრობ ძალიან დიდი პრობლემაა და უფრო გაღრმავდება როგორც წლები გავა, იმიტომ რომ როცა რაღაცა საფუძველი არ გვაქვს მინიმალური მაინც ტექ სფეროში ამ რაღაცა ელვისის სწრაფად განვითარებად ინდუსტრიას ფეხს ვერ აუწყობთ და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ჩამორჩებით და ეს რაღაცა ძალიან დიდ ნეგატიურ შედეგს მოუტანს ქართულ ახალგაზრდობას და საქართველოს ყველა ასპექტს თითქმის განსაზღვრავს ეს რაღაც ეკონომიკურ, სოციალურს და ასე შემდეგ. სად იღებენ ახალგაზრდები ტექნოლოგიურ განათლებას და რა არის სწავლებისა და განათლების მიღების ძირითადი რესურსები? ცოტა ჩემს გამოცდილებაზე გესაუბრებით. მე 12 კლასი ვისწავლე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნების მაგალითად რო ვთქვათ, ტექნოლოგიური განათლება ეს სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მე მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჩავრიცხულიყავი კომპიუტერული მეცნიერებების კლასში, რობოტიკის კლასში. ინჟინერიის კლასში და ეს იყო ერთ-ერთი რაღაც საუკეთესო გამოცდილება ჩემთვის თავიდან ცოტა ყვყმანობდი მეთქი ავიღო არა ვიღო იმიტომ რომ აქ რაღაც ესეთი ფუნდამენტალურ მეცნიერებებთან ფიზიკა და ქიმიასთანაც კი ცოტა ისეთი შეხება მქონდა სკოლიდან რაღაც არც ისე თუმცა წყრალად ვიყავი მეცნიერებებთან მაგრამ იქ იმდენად ისე არის განვითარებულია ეს და იმდენად მორგებულია სტუდენტებზე რომ აი ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილები იყო ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ბევრი რამე მასწავლა და რაღაცა ეს ჩემი კარიერული ხედვა, რაღაც მომავლის ხედვა ცოტათი შეცვალა და ცოტათი კი არა ძალიან შეცვალა და სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა თუნდაც პროფესიაზე ფიქრი და ასე შემდეგ და საქართველოში სამწუხაროდ არ არის ეს შესაძლებლობა სკოლის გარეთაც ჭირს ეს რესურსების მოძიება სკოლაში არის კომპიუტერის გაკვეთილები ის როგორც ვეძახით, თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებით მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ტექნოლოგიის რაღაცა საფუძვლები ის გაკვეთილებიდან შეისწავლა, იმიტომ რომ ცოტა სერიოზულად არ ეკიდებიან ამ საკითხს სკოლაში, რაც ძალიან სამწუხაროა, ძირითადი გზა სწავლის არის მაინც ონლაინ სივრცე, რაღაც სხვადასხვა პლატფორმები, YouTube, მაგალითად ისეთი სასწავლო პლატფორმები, როგორიც არის Coursera და Udemy და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის რაღაც არ არის სავალდებულო და მხოლოდ ადამიანის ენთუზიაზმზეა დაყრდნობილი და ამიტომაა რომ ამან რაღაცა ფართო მასშტაბიანი სახე ვერ მიიღო და ჯერ ისეთი თვალსაჩინო შედეგი დიდად არ გვაქვს. ასევე პრობლემაა ის, რომ საქართველოს ქართველებს ზოგადად გვაქვს ეს რაღაცა ტექნოლოგიებში ადამიანური რესურსი, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც ამ სფეროში რაღაც წარმატებულია და რაღაცას მიაღწია და სწავლების და ცოდნის გაცემის უნარი აქვს, ემიგრაციაშია წასული სამწუხაროდ, იქიდან ცდილობენ რაღაცნაირად ჩართვას, მაგრამ ამას რაღაც ესეთი ინტენსიური სახე არ აქვს, როგორიც უნდა იყოს, მით უმეტეს ჩვენს პირობებში, როცა არა მხოლოდ უნდა ავყვეთ, ფეხი უნდა ავუწყოთ ამ გლობალურ ტენდენციებს და განვითარებულ რაღაცა პროგრესს, არამედ ნულიდან უნდა დავიწყოთ თითქმის და რაღაცნაირად დავეციოთ
დანარჩენ მსოფლიოს, რომელიც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ავიღებთ ვიჯავთ ჩინეთის, ამერიკის, ესტონეთის, ფინეთის, რაღაცა იაპონიისა და კორეის მაგალითს, იმათ დაეწიო ძალიან რთულია. და რამდენად გამოხატავენ ახალგაზრდები ინტერესს ტექნოლოგიური და ციფრული კარიერისადმი და რა უბიძგებს და რა ბრკოლებს მათ? ხო, აქ უბიძგებს და რა ბრკოლებს რამდენიმე ფაქტორია და ვფიქრობ ახლა რაღაცა წინა დეკადაში რომ გეკითხათ ახალგაზრდებისთვის ალბათ იმდენად არ ისურვებდნენ რომ ტექ ინდუსტრიაში წასულიყვნენ, მაგრამ დღეს ეს ტენდენცია იზრდება საბედნიეროდ და მეტი ადამიანი გამოხატავს სურვილს რომ წავიდეს, იმიტომ რომ ხედავენ რომ ეს არის ჩვენი ყველას მომავალი. მაგრამ ვფიქრობ ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი მოგრძალებული აზრით ეს არ არის საკმარისი ის რომ სკოლიდან რამდენიმე მოსწავლე მიდის მხოლოდ ტექ ინდუსტრიაში და უმრავლესობა ირჩევს ისევ ამ ტრადიციულ იმებს. არაფერი პრეტენზია არ მაქვს იურისპრუდენციასთან, სამართალზე სწავლასთან და აი რაღაცა ეკონომისტობასთან, თუმცა ვფიქრობ რომ ეს რაღაცა უფრო უნდა გადავიდეთ და ჩვენი გეზი მივმართოთ რაღაც ტექნოლოგიური განათლებისკენ და კარიერისკენ. თუმცა ეს ტენდენცია მზარდია და უფრო გაიზრდება იმედი მაქვს. რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა გაუმჯობესდეს, რომ ქართულმა ახალგაზრდებმა უკეთესი ტექ განათლება მიიღონ და უკეთ შეუწყონ ფეხი ამ ელვისის სწრაფით განვითარება ტექნოლოგიურ სამყაროს? ხო, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში არის ჩვენ დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, ისეთ ქვეყნებში როგორც ჩინეთი რო ახსენეთ, მან თავარი ფოკუსი არის ტექ განათლებაზე და ის ტემის განვითარებაზე და მთელი სახელმწიფო არის კონცენტრირებული, რომ ეს სფერო განავითარონ დაწყებითი კლასებიდან უკვე ეს მეცნიერება არის, მეცნიერება და ტექნოლოგიები არის სასკოლო განათლების, სასკოლო პროცესის უმთავრესი ნაწილი და იქ ყველა დიდი კომპანია, ტექ კომპანიებს გულისხმობ როგორც რაღაც Huawei და რაღაც ესეთი დიდი ტექ კომპანიები, ტექ მონსტრები ყველა ფულს აბანდებს განათლებაში და ეს მაშინ ინვესტირებას აკეთებენ, რასაც შედეგი მოაქვს, იმიტომ რომ დღეს ჩინეთი არის წამყვანი ტექნოლოგიი, რაღაც ციფრული ქვეყანა, რომელიც უფრო ვითარდება და რაღაც თითქოს ისეთი საბეჭდილება მაქვს, რომ ცოტა ხანში რაღაც მონოპოლიაც ექნება ამ ტექ ინდუსტრიაზეც, ასე რომ აქ რამდენიმე ფაქტორია. ჩვენ პირველ რიგში რაღაცა სახელმწიფოს მხრიდან ფოკუსი უნდა გადავიდეს ამ განათლებაზე, რაღაც განათლების ახალი ფორმების მიღებაზე და ცოტა რაღაცა გაუმჯობესებაზე განათლების სისტემის როგორც ზოგადად და მე ამას უნდა დაემატოს ტექ განათლების გაუმჯობესება და რაღაცა უფრო ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით. იმიტომ რომ შეიძლება დღეს საქართველოს აი უფრო მშობლების თაობას სულაც არ მიაჩნია რაღაცა პერსპექტიულ კარიერად და იმიტომ რომ ვერ იგებს განა ის რომ ანუ რო იცოდეს ვერ მიიღებს, უბრალოდ არის რომ ცოდნის ნაკლებობაა და თუ რაღაცა ტექ ინდუსტრიაში ხარ და თქვა სახლიდან მუშაობ და უბრალოდ ლეპტოპთან გაქვს შეხება, არ მიაჩნიათ, ხო, ანუ არ მიაჩნიათ რომ რაღაცა ეს შეიძლება საქმეს აკეთებდე და ეს არის ცოდნის ანუ ცოდნის ნაკლებობის ბრალი და ჩვენ არ გვჭირდება რომ მარტო ახალგაზრდებს მისცეთ ეს ცოდნა, არამედ რაღაცა ეს ცოტა ისიც გავაუმჯობესოთ, განვანათლოთ უფროსი თაობა და მივცეთ რაღაცა საბაზისო განათლება, რომ არა თუ ეხა შეიძლება ტექ ინდუსტრიაში არ დაბრუნდნენ რაღაც პროფესიები არ შეიცვალონ, მაგრამ ცნობიერება უმაღლეს იმისთვის, რომ რაღაცა ამ ტექ ცვლილებების მიღება და რაღაცა მათთან ადაპტაცია შეძლოს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია რომ ეს ცოდნის ნაკლებობა უფროს თაობაში და ის რომ ამასთან შეგუება უჭირთ და აღქმა უჭირთ საიდკენ მიდის მსოფლიო ამ ტექ ასპექტში გულისხმობ, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი დამაბრკოლებელი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ეს რაღაცა სტრესი მშობლებისგან რომ აი ეს არ გინდა რაღაცა ცოტა კრიტიკულად უყურებენ ხოლმე რაღაცებს და კომპიუტერთან გატარებულ დროს რაღაცა დროის ფლანგად მიიჩნევენ, ეს ძალიან მოქმედებს. ასევე რეგიონებში დღეს არ გვაქვს სამწუხაროდ იმის ფუფუნება, რომ სკოლებში სწავლობდეთ, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ჩვენი სკოლის მაგალითზე რა ვიყოთ ჩხოროწყუში, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი დამატებითი აქტივობა, დამატებითი კლუბები, რომ თითქმის ყველა სფეროში გქონდა მცდელობები, რომ რაღაცა იქ ანიმატორთა კლუბი გაგვეკეთებინა, რაღაცა ცოტა ტექ ინდუსტრიას რაღაცაებით შევხებოდით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
რაღაცა ენთუზიასტები, დამწყები ადამიანები, რომლებიც უბრალოდ უსასყიდლოდ მოხალისეობენ რაღაცა წირი ცოდნა რაც აქვთ ის გაგიზიარონ, ეს საკმარისი არ არის. და ის რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ახლა ტექ ინდუსტრიაში საკმაოდ წარმატებულები არიან, რაღაცა ერთკვირიან ტრენინგს ატარებენ, ეს ძალიან კარგია. და რაღაცა мотиваცია ახალგაზრდებისთვის, მაგრამ არ არის საკმარისი. ასე რომ ამას უნდა მიიცეს რაღაც სისტემური სახე, ეს უნდა იყოს სავალდებულო და არ უნდა იყოს ხოლმე ენთუზიაზმზე დაყრდნობილი და ამას სჭირდება ჩვენი ახალგაზრდების, ხელისუფლების, უბრალოდ მოქალაქეების სრული მობილიზება და ჩართულობა და ეს არის სფერო, რომელიც რაღაცა ერთი კომპონენტი, ანუ რაღაცა ერთი იმის გამოთიშვით ვერ იარსებობს, რაღაცა ეს უნდა იყოს ჯგუფური სამუშაო და ყველა ერთად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ როგორმე საქართველო წამოეწიოს ამ გლობალურ პროგრესს და ფეხი აუწყოს და როგორღაც გააძლიეროს საქართველოს ეკონომიკაც, სოციალური მდგომარეობაც ამ ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე. მადლობა დიდი. მადლობა შენ და მადლობა ჩვენს მაყურებლებს, რომ იყვნენ ჩვენს გვერდით.